ეხა მიდის ზუსტად ილიაუნის რეფორმების ამბავი და ძალიან მაგარი რაღაცა მიდის, იმიტომ რომ ვხედავთ ჩვენ რა, პროფესორები და ლექტორები არიან იქ შეკრებილი და მინდა განახოთ კიდევ ეგეთი რამე პროსტო აი ფაკულტეტები ესე იგი იმდენი ფაკულტეტია ყველა ერთად რო ავიღოთ ოქსფორდი, კემბრიჯი, რავი, ნები ყველა ერთი 100 ისე რომ ავიღოთ, ესე ვთქვათ, ეხლა წარმოიდგინეთ რა სიმონ ჯანაში აქვეყნებს ამ ამბავს რა, ესე იგი ანგლისტიკა პირველი, მეორე არის გამოყენებითი გერმანისტიკა, საფრანგეთის მცოდნეობა, ნუ რა არის საფრანგეთის მცოდნეობა წარმოდგენდა არა. რუსისტიკაში და საიმაში ან გამოყენებითი გერმანისტიკა რა არის? ვერ გავიგე რა. ლიტერატურა მცოდნეობა და ქართული ფილოლოგია. წარმოიდგინეთ, აი რამ გაყო ახლა ლიტერატურა მცოდნეობა და ქართული ფილოლოგია. და შემდეგ მოდის ნახეთ რა, მე-19 რა არის მცოდნეობა. რისი მცოდნეობა გავაგები ყველაფრის მცოდნეობა ხო ყველაფერში კები რო არის ყველა და ბოლოში რელიგიის კვლევები ნუ ილიაუში იკვლევენ რელიგიებს აი მაინტერესებს აი პროსტო მაინტერესებს აი ამ იმებში რა ხდება ფაკულტეტებზე ძალიან მაინტერესებს აი მცოდნეობის ფაკულტეტზე რა ხდება მცოდნეობა არის როცა ყველაფერი იცი ეგ უკვე კარგია მაგარია მცოდნეობა ძალიან მაგარია ყველაფერი ნუ წარმოგიდგენიათ რა ხდება აი ჩემი აზრით ესე აი ეხა ამერიკაში ინგლისში რაღაც აი საფრანგეთში ძალიან ისეთი ბავშვები რო არიან ხო იცი აი რაღაც წვინით გატენილი ბავშვები და რო აფინანსებენ ხოლმე რა მე მგონი აქ უნდა გამოვაგზავნო მცოდნეობაზე ჩავარო შესასწავლად მაგარია რა მცოდნეობა თვითონ რო არ ერიდებან და თვითონ რო აქვეყნებენ ამას აი ეს არის სასწაულია რა არა მე ისე მართლა გასარკვევია აი მცოდნეობა თვითონ ამის ქვეშ რა იგივება ხო არ ვიცი ახლა ნუ სათაური გავიგე მაგრამ შინაარსში რაღაცის ხელოვნებად მცოდნეობა გამიგია ეს გამიგია რა მარტო მცოდნეობა რა ესე იგი რა ხდება წარმოიდგინე იქ რა ბავშვების ტვინებში რა ჯერ ესენი რომ გასწავლიან და მერე წარმოიდგინე რა